ბოლოდროს პატარა და საყვარელი თბილისელი გოგონა დღესდღეობით რუსული მასმედიის მიმოხილვის საყვარელი საგანია. თუკი ქართულ თავშეკავებულ შოუ-ბიზნესში ქეთა თოფურია აქაურ წესებში ჯდებოდა, რუსეთში იქაური ქუდი დაიხურა. და არც საცვლების გამოჩენასერიდება და არც პირად ცხოვრებაზე გულახდილ საუბარს. ქეთა მშობლიურ თბილისს რამდენიმე დღით ესტუმრა და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ მომღერლის გარშემო ბოლო დროს ატეხილი მითქმა-მოთქმა გადაგვემოწმებინა. კითხვა პირველი, გათხოვდა თუ არა ქეთა თოფურია? კი, ქორწილი ჯერ არ გაგუკეთებია, მე არ მინდა ქორწილი, იმიტომ რომ ჩემ გაგებაში ეს არის მუშაობა სხვებისთვის, ანუ ვიწრო წრეში და ჩვენი წრე იმდენად არ არის ვიწრო, რომ რანაირად გამოვა არ ვიცი. მეუღლეს სურს ძალიან, მაგრამ მე არ მინდა ვნახოთ. როგორც თავად A-Studios სოლისტი ამბობს, ამ დროისთვის ქორწილის გადახდაზე არც კი ფიქრობს და ამისი სრულიად ლოგიკური მიზეზიც აქვს. თუმცა თეთრი კაბა მაინც ყველა ქალის ოცნებაა. ერთადერთი რის გამოც მწყდება გული, ალბათ არის ეს, რომ რაღაც მაინც ყველა გოგოს წარმოუდგენია რაღაც თავიდანვე დაბადებიდან კი ცოტა რომ ასე მოხვა. თეთრი კაბა საკუთრად როგორი უნდა ქონდეს და ასე შემდეგ. ეს მინდა გული მწყდება, მაგრამ ეხლა მარტო კაბისთვის ქეთა თოფურია იმ რამდენიმე გამონაკლის ქართველ მომღერალთა რიცხვში შედის, რომლებმაც ჩაძირვამ და გემიდან გასწრება მოახერხეს. ანუ ის აქაურ შოუ-ბიზ შეეშვა და საზღვრებს გარეთ წარმატებული კარიერა აიწყო. მოსკოვში გადახვეწილ მეგობართა რიცხვს სულ ცოტა ხნის წინ ნინი ბადურაშვილი შეუერთდა. ნინის უფრო ხშირად ვხედავ, ძალიან კარგად არის, საინტერესო მდგომარეობაში. მიხარია, რომ იქვეა, გვერდზე. რაც შეეხება ქეთას ბოლოდროინდელ საქმიანობას, სულ ცოტა ხნის წინ ჯგუფმა A-Studiom ახალი კლიპი „პაპა მამა“ გამოუშვა. მუსიკის ავტორი იგორ კრუტოი ვიდეოში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ქეთა მიმზიდველ და მხიარულ, როგორც ბოლოში ირკვევა, ერთობ დაბნეულ მოსწავლე გოგონას თამაშობს, რომელიც სრულიად შემთხვევით იგორ კრუტოის საძილში ამოყობს თავს. ძალიან სასაცილო იყო ეს კადრი, უნდათ რომ გადაეღოთ. ანუ მე არ უნდა ყოფილიყო ვინმე ბიჭი. რომ ანუ ვითომ არ მაშობით არ ვანებებს თავს თუ კი არა და როგორ აღხსნა ნერვებს უშლით და ისაც ვერ ისვენებს ამ სახში. ესე გამოვიდა და უნდა ყოფილიყო, ანუ ჩემს მეგობრად რომელიმე ბიჭი და ამათ ვთქვი, არც მე არ დავწვევი და არც მე არ დავწვევი და მაშინ კაი ვითომ ქეთა დაწვაო თუ რაღაც და ესე გამოვიდა და იმდეს ვიცინოთ მეორე დღეს აი პრესი მტკიოდა. მომღერალმა მშობლიური თბილისი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც თავად ამბობს, ჯერჯერობით მისი საქართველოში ჩამოსვლის იმედი არ უნდა გქონდეს. ასე რომ მის თაყვანისმცემლებს ისღა დაგრჩენიათ A-Studios ახალ ნამუშევრებს უსმინოთ და რუსულ პრესას ხშირად გადაავლოთ თვალი. ქეთას მასმედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრა მშვენივრად გამოსდის.